წულუკენის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პირველი არსებითი სხდომა გადაიდო. სხდომა 23 იანვარს 15 საათზე ჩატარდება. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინაიდან ის გასულ სხდომაზე მოსამართლე ზვია ჩუანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო გააწევეს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ ადვოკატებსაც, თუმცა მათ სხდომის გადადება ითხოვეს, ვინაიდან ბრალდებულთან კონსულტაციის გავლა სჭირდებოდათ. კიდევ ერთხელ სალსახად აღნიშნავთ, ნიკა მელიას უკანონო გატაცება პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ საქმესთან. დღემდე დაცვის მხარეს არ გვაქვს არც ერთი დოკუმენტი, რა დაედო საფუძვლად ნიკას დაკავებას და გატაცებას. ნიკა მელია დღეს იცით თქვენ რომ რადგან წინა სასამართლო სხდომაზე იქნა ის სხდომის დარბაზიდან გაძევებული ვერ ესწრებოდა, ამიტომ პროკურატურამ დღეს სასამართლოში თქვა შესავალი სიტყვა. ამ შესავალი სიტყვას რა თქმა უნდა გავივლით ნიკასთან, მათ შორის ჩვენც მომავალი პროცესისთვის მოვამზადებთ შესავალ სიტყვას, რაც შეეხება ნიკა მელიას პოზიციას უშუალოდ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ რადგან ქვეყანაში არ გვაგვაჩნია რეალური მართლმსაჯულების ორგანო და გვაქვს უსამართლო სასამართლო, აქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მანც ინტერესიც არ გააჩნია, სიმართლე რო გითხრათ. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ის სამართალდამცავებმა უკანონოდ გაიტაცეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. სხდომის გადადების შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურატურა და თქვა, რომ ეს სხდომის გაჭიანურებას ემსახურება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესაძლებლობა რომ მათთან თავიანთი კონსულტაცია, შეჯერდნენ პოზიციებზე და სტრატეგია. ეს ყველაფერი მასთვის გაგავიდა მის დაგავებიდან 10 დღეზე მეტი, ხო? ამის შესაძლებლობა მართლმადიდებლად ჰქონდათ. მესმის რომ მათი სტრატეგია გაწევა პროცესს და როგორ გააჭირებენ, თუმცა დრომატო პროცესი მოსამართლე 3 ნოემბერს წარდგენილებას ეს აღიარება გარეთ გადადის თავის სამუშაო გრაფიკი, შეცვალა გექნები და მოვიდნენ პროცესის დასაკითხად. და ის მიზეზი რომ დაცვასთან ვერ მოახერხა, ამ ფორმატით ვატის განმავლობაში ვერ მოახერხა მასთან ბრალდებულთან კომუნიკაცია, თალსახა არის ემიემიანი შესაქმნელია ვერ დავეთანხმებთან. რაში ხედავთ უბრალოდ აბსოლუტურ მოსამართლე დავამატეთ პრობლემას იმასთან დაკავშირებით. თქვენ შესავალი სიტყვა ხოლმე მოისმინა ნიკა მელია. ამასთან დაკავშირებით ვითხოვთ დროს რომ უბრალოდ გადავცეთ რა შესავალეთ ზადა მოვიმზადოთ ჩვენ აი მარტივი მაგალითად რომ დღესაც მოხდა მომავალი სხდომისთვის და მოვიდეთ შემდეგ ესე ხო ნიკა მელიამ არის ის პოზიცია და ის შესავალი სიტყვა რაც თქვენ წამთ ხო აქ მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ პროგრამასამართლე ჩვენი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა ეს ერთმანეთთან კავშირშია მის უკანონო დაკავება და გადაცემა პირდაპირ კავშირშია აი ამ საქმესთან შემდგომ მოხდა და ვინაიდან დღესაც აი პროცესამდეც ყველა მიმართვის მიუხედავად სახალხო დამცველებმა დაწყებული შინაგან საქმეთა სამართლის ყველა უწყები დამთავრება არ გვაძლევია. ესეც შესაძლებელია პოზიცია და მე მგონი აქ არ არის ეს საუბარი, აი როცა გაჭიანურებას ადგილია და კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩემი პროცესზე შეგვიძლია დავუწყოთ და გავიაროთ ბოლომდე მტკიცებულებები რამდენიმე მოწვევაზე საუბარი. ნიკა მელია წულუკენის კომისიაზე ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან არ გადაიხადა. ამის გამო აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეიცვალა. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით წარედგინა, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.